მოგესალმებით და გილოცავთ დღეს რა დაესწარით თვითფასო ქალებო, ქალბატონებო, გოგონებო. ვიყავით ბედნიერად და მხიარულად. ჩვენ ვიწყებთ ჩვენ დღევანდელ გადმოცემას. თავარი სკანდალი, რაც პლანეტარული მასშტაბით განიხილება, რა თქმა უნდა არის ის რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში. ჩვენ შეგვიძლია ვიდეო გავუშვათ ისე რომ ფონად გქონდეს, მაგრამ განვიხილოთ კიდეც, იმიტომ რომ 10 წუთიანი ვიდეოს გაშვებას აზრი არ აქვს. თუ შეიძლება გაუშვათ და ვატრიალოთ. ესე იგი, მე ერთ რამეს გეტყვით, რაც მოხდა ჩემი აზრით, ეხლა ბევრნაირი მოსაზრება არსებობს, ეს არის პირდაპირ განზრახ მცდელობა ზელენსკისა, რომ ჩაეშალა ეს მოლაპარაკებები და იცოდა რომ ტრამპთან მას არაფერი არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ტრამპმა მას წინასწარ დიქტატორიც უწოდა, მიაკუკა რაღაცეები, ცუდი რაღაცეები თქვა მასზე, წავიდა ტორპედოს სიჩქარი დაეჯახა, ჩაშალა ეს გარიგება იმისთვის, რომ აი ევროპაში, რასაც ჩვენ ამ ვაქხანალიას უყურებთ, ბებერი ევროპის ბებერი ლიდერებისთვის მიენდო ყველაფერი თავის საკუთარი სხეულის და რატომღაც უკრაინა, ანუ ჩამოყალიბდა გლობალისტები, გადმოინაცვლეს ამერიკის დაკარგვის შემდეგ, ამერიკაში პოზიციების დაკარგვის შემდეგ გლობალისტებმა გადმოინაცვლეს ევროპაში. აი ეს მოხდა და ეს გარეწარი კლოუნი რომელიც საფრთხეში აყენებს თავისი ქვეყნის ჯარისკაცების და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიცოცხლეს, იმიტომ რომ თუ ამერიკამ შეწყვიტა სადაზვერვო მონაცემების მიცემა, ჭურვების მიცემა და ასე შემდეგ, ხარდაჭერა ზოგადად ძალიან გაიზრდება მსხვერპლი და შეიძლება ფრონტის ჩამოიქცეს. აი და კიდე რო უყურებდი ამას, მე მივხვდი რომ მაგარი გადარჩენილები ვართ. მაგარი გადარჩენილები. მე რამდენჯერ მივხვდი და დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, ამ გუნდს და თქვენ ხალხო რომ ისე გაკეთდა, ისე მოხერხდა, რომ ერთობლივად გადავრჩით აი ამ საგიჟეთს, რა თქო. მე სხვა შორს იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ ან მეორე მხარეს ეს დაგეგმილი ქონდა და რა რეპეტიციები და ეგ უნდა ყოფილიყო შედეგი. სპონტანურად მოხდა. მე მგონია რომ სპონტანურად მოხდა. მე მგონია რომ ზელენსკი რაზეც ცდილობდა პედალირებას ეს იყო რომ ტრამპს არ გაეკეთებინა კომენტარი ან დათანხმებოდა იმაზე რომ რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკება არის შეუძლებელი. რო ეუხიშებოდა, რო ენაგლებოდა. აი ეგ აკრას გონია არ იყო დაგეგმილი? მე ჩისტა ემოციურ მქონია. რატო აი არ იცოდა ვისთან მიდიოდა? არ იცოდა რომ ის რას გამოიწვევდა? მიდიოდა როგორც სპეციალურად წავიდა. ანუ ის დებილია თუ მიდიოდა როგორც ჩაგრული იმ განწყობით რომ ომში მყოფ პრეზიდენტს რაღაცეები მათ შორის ღელვარება შეურაცხყოფის მისაყენებლად მიდიოდა ტრამპისთვის, იმიტომ მიაყენა მთელი ამბავი. ხო, მე მგონია ხეპრეობის მთელი ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც უთხრა რომ შენო პუტინიო გატყუებსო და ნუ ტყუდებიო, ანუ ამხელა ტრამპს, რომელმაც უთხრა რომ მე პუტინის იმედი მაქვს რომ ომის დასრულება უნდა, შენო ტყუდები გატყუებსო და მე წავიდა კასკადი შეურაცხყოფების და ეს განგებ მოხდა თუ ემოციურად. ჩემი აზრით განგებ, არაფერი ემოციური განგებ. მე მგონია რომ სპონტანური იყო. მე მგონია რომ სპონტანური იყო და ეს ხო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რაც არ იყო ჩვენი თვალებისთვის განკუთვნილი და რაც შეიძლება ყოფილიყო კულუარებში. და მაგიტო არის ეს ისტორიული პოლიტიკური მომენტი თანამედროვე სამყაროს არსებობის მანძილზე. რომ ჩვენ არასოდეს მსგავსი რაღაც არ გვინახავს და იდეაში ჩვენ არც უნდა გვენახა ის ამერიკის პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტი ერთმანეთს როგორ აყრიან პირდაპირ ეთერში, მაგრამ მან თავარი მაინც იქ იყო რა, რომ როდესაც ყველაფერი უყურებ, ბევრი რაღაცა გაუტარა რა. ამ ტრამპი იყო რაღაცები, რაც თვალს ხუჭავდა, კომენტარს არ აკეთებდა, რაღაცებზე გაჩერდა, მაგრამ როცა უკვე წავიდა საუბარი იმაზე, რომ ამანაოდ გახსოვს, ჯეიდი მას უთხრა, კითხვა რო დაგისვაო შეიძლება, იმან კიდევ და დარწმუნებული ხარო? ანუ ხვდები როგორ ენაკლა, რომ ანუ კითხვა დაგისვა შეიძლება, იმან დარწმუნებული ხარო, რომ მე აი ასკითხვა კენაი უთხრა და კენაი როგორც მე განმარტეს არის პირდაპირ კატეგორიული და შეურაცხყოფელი ფორმა. ხო და ამაზეც ის უთხრა რომელ დიპლომატიაზე ლაპარაკობო და ანუ ის დაუწუნა რა, სოფლხედვა და სტრატეგია და მიდგომა რა. ხო და მაქინან დაიწყო მე უკვე ის რო თქვა რომ თქვენ იგრძნობთო აქ ამერიკელები იგრძნობთო შენო ნუმელაპარაკები ამერიკა რას იგრძნობს და ამერიკა შენ ვიგეკითხება როგორ ლაპარაკობს. შენო მე ნუმელაპარაკები ჩვენ რა. მაგრამ უყურე მე კიდე ერთი თავი კითხვა მაქვს რა. ამერიკაში უკრაინის ელჩი გაიწვია ზელენსკი? აი გავუშვით თუ შეიძლება ამერიკის ელჩის ვიდეო თუ შეიძლება რა მდგომარეობაში იყო გავუშვით?
ამერიკის ელჩის უკრაინის ელჩის ვიდეო ამერიკაში. ხო და გაიწვია, ჩვენთან რო გაიწვია. But I said to you, I want a ceasefire. with guarantees. Because you get a ceasefire faster than an agreement. Ask our people about ceasefire, what they think. ხო, აი ეს სირცხვილის ფეისპალმი ქვია მას, ხო? ხო გახსოვს ჩვენთან რის გამო გაიწვია, ხო გახსოვს? კი. იმის გამო რომ საელჩოში მე მგონი ერთ-ერთი საელჩო ვიყავით, ვინც დარჩა და ომის პირობებში ბოლომდე 24 შვილს გამოვაგდეს ჩვენი ელჩი რა. ბუჭო ელჩი გამოგდეს ჩვენთან გამოიწვიეს. კი, ანუ ეს მეც გავაკეთებ ხო მიდი. კომენტარს, ესე იგი მე მგონია რომ ჩვენ კითხვა რო დავსვი, თუ შეიძლება. და მე გისმენდით ამდენი ხანი არა, დასვი. ჯერ კითხვაც მითხარი, დასვი. თუ შეიძლება. გავაკეთებ კომენტარს, კი, ეხლა ბატონო. ნახე რა ხდება. ჩვენ უყურებთ, ალბათ ჩვენ თვალწინ ვითარდება ისეთი აუხსნელი მოვლენა, აუ რევოლუცია ხდება რა, რევოლუცია მოხდა. ფაქტობრივად გადატრიალება გინდა დიპლომატიის, გინდა გეოპოლიტიკის, გინდა პოლიტიკის, რა ვიცი, სოციალური პრაქტიკის, რაც გინდა ის დავარქვათ რა. აი დისკურსის ცვლილება, დისკურსი კი არა, კიდევ უფრო მძლავრი ტერმინი, აი რაღაც ეპისტემეს ცვლილება. პირველი აიყო ხო ტრამპს ან ადამიანური მომენტი ქონდა და მე თავიდან. ხო და მე ვიტყოდი აი ქუჩურიც და მანდ ის იყო რომ აი ხო იცი დაბალ საფეხურზე მდგომი კითხვებს შენი დასასმელი კითხვები აქ სად არის ეგ თემა ძალიან მაგარია ოღონდ დელიკატურად ეგ ხო ახლა დელიკატურად არ თავიდან დელიკატურად. აა ვაფშე არ იყო დაჟე დელიკატურადაც რა ჩვენ გრძნობებზე შენ რას ლაპარაკობ აქ შენი დასასმელი კითხვები აქ სად აქ არ არის. შენ ვაფშე არ ხარ იმ პოზიციაში რომ ესე აქ რაღაცა დიქტეით და ანუ დიდაქტიკური ტონით და ცოტა ის აროგანტული და ესე იყო რა ჯეი დივენსის თემა რა იყო იცი მაგან დაიწყო, მაგრამ თავის თავს არ მისცა უფლება, რომ ამხელა რევოლუციური თემა თვითონ დაეძრა, მაგრამ ტრამპმა ის გაზი ჯეიდემსმა კი მისცა, მაგრამ მე ბოლომდე, ანუ ტრამპმა გამოართვა და აი როგორი პადლეცები ურტყა იცი ზელენსკის და სარტყმელიც არის, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი აგენტი, დავერბოუკებული ტიპი და როგორ დავერბოუკეს რა, დიდი ტიპი პოლიტიკურად გაწვრთნილი, პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ამ თამაში ესე მარტივად ვერ აყვებოდა რა ტიპებს, იმიტომ რომ მართლა სოფლიოს ცენტრში ხდები. ეხლა ჩვენ დასო საუბრობდით, შენ არ თქვი რომ აი ამ გადაწყვეტილებით ამ საუბრით შეიძლება 100,000 ადამიანი ჩვეულებრივად შეიძლება კი არა დარწმუნებული მოხდეს. ეგ ცალკე თემაა და მიხდი ზელენსკი როგორ დაავერბოუკეს, რა ამერიკელებს შეუძლიათ რა ეგეთ საკითხები. პროსტა არ უნდა გაეკარო ტიპს და ვერც დაგავერბოუკებენ რა ეგეთ სადღაც კამზე ჩასვეს მაგარ სავარძელში უთხრეს რომ აქ კარაჩი აქედან სამყაროს ბედი წყდება აქ რაღაც კნოპკაზე დააჭერინეს ხო რა უნდა რა ეხა მოკაჭოს პარლამენტებში ატარეს და ტაში ხო იქიდან ანჯელინა ჯოლი გაუგზავნეს რაღაცა ნუ გააგიჟეს ანჯელინა მანახა ხო და ნუ ტიპი ჩავიდა ვაფშე ვერ ხვდება ჩავიდა აი ვესტერნში ჩვეულებთ ამბაქოს რო ღეჭავენ ხო იცი ძველი ვესტერნები რა ისეთ ტიპები ხო იმენად და ტიპები იმენად როა კომენტარებდნენ რას დაგდნენ იცი ქალაქში ახალი შერიფიაო ვერ გაიტვალეს ანუ ვესტერნის ტერმინოლოგიით აკომენტებდნენ დაჟე ამერიკელი პოლიტიკოსები ჯეიმსმა მიუნხენის კონფერენციაზე ეგ თქვა რომ ეხლა ამერიკაში შერიფიარიო ეს ხო ამერიკული გამოთქმა ცალკევალალეტები აუ სერიოზული თემა და მე აი ეს კითხვა მინდა რომ გეპასუხო ეს განზრახ გააკეთა თუ ემოციურად განზრახ იმიტომ რომ ევროპელებს შეეტენა და ეხლა უკვე ევროპელები არიან ვინ უჯდენად მაგის ფარველები თუ ემოციურად მოკლედ ორი მიმართულება არის მე რაც შეიძლება ითქვას რომ პოლიტიკაში ჩავიხედე კიდევ უფრო სხვა მიმართულებით გინდა კონტაქტებიდან დაწყებული რაღაცა უფრო საველე სამუშაოები დამთავრებული მივხვდი რომ რაც არ ჩანს ეკრანზე იმის იქით აი აისბერგივით არის რა 10 ჯერ ზემოთ არის 200 იმდენი ქვემოთ არის ხოლმე მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის კრიტიკისას და პოლიტიკის კომენტირებისას ჩვენ გვავიწყდება ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლადი, რომელიც არის შემთხვევითობა. ამ შემთხვევითობის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რა. არ შეიძლება ხო. ნამდვილად არ ვიცი. ანუ მან არ იცოდა რომ როცა ესეთი ნაგლი ლაპარაკი დაუწყო საკუთარ ბოლს ადამიანს რომელზეც არის მისი ქვეყნის სიცოცხლე და მისი პირადი სიცოცხლე დამოკიდებული. მან არ იცოდა, მე მგონი ძალიან კარგად იცოდა. შეიძლება წინასწარ ხვდებოდა რა, ბედიელოდა და გაამწვავა და ეხლა რომ ჩავიდა, მე მგონი ისიც დაგეგმილი იყო ჩემეთ რომ ლონდონში ჩავიდოდა და იქ თავზე ხელს გადაუსვავდა. მე მგონი ეხლა მიდის დაჟე უკრაინა ჩვენ ხო
კიდევ კარგი კულისებზე მიღბავართ საერთოდ ეს ბედნიერება. უკრაინაც არ არის თავარი, იმიტომ რომ ეხლა მიდის სერიოზული დაპირისპირება ტრამპსა და ევროპას შორის. კი ბატონო, გლობალისტებსა და ტრამპს კომენტარი ის მინდა გავაკეთო, როდესაც დრეს კოდზე 2-ჯერ და 3-ჯერ მიუთით ეს. 100-ჯერ. ზელენსკის ეს პოზიცია ეკავა, რომ ომის დაწყებიდან მას აცვია რაღაც სვიჩერტი თუ რომელსაც გრაჯანსკის სამხედრო რაღაცა, ხო, უკრაინის მილიტარი რაღაცა თემა. მაგრამ ამავე დროს აი დღეს ან კარგი მიუნახე ამავე დროს ომის პერიოდში პოზირებს ვოგის ყდაზე და შემდეგ და ასე. ხო და როგორი რაღაცა იცი რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ზელენსკისგან ნუ ისეთი სუსტი ფიგურა, ისეთი არარსებული, აი ზელენსკი არის მარტო მარიონეტი ხა, მარტო ობიექტი რა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც გარე ძალებიდან იმართები, ბაჩო შალვა, როდესაც გარე ძალებიდან იმართები, როდესაც არ არის ნამდვილი შენი კონსტიტუცია. შენი კონსტიტუცია, შენი ეგზისტენცია და შენი ანუ ვერ აფუძნებ, ხო, როდესაც ფეიკია. შესაბამისად, ესე მოგექცევიან რა, როდესაც შენ გარე ძალებიდან იმართები, ვიხდი გარე ძალებზე ხარ დამოკიდებული და მეორე, აი ამ საუბრიდან ჩვენ ძალიან კარგად დავასკვენით, რა ფასი აქვს ერთი ამდენი წლის განმავლობაში ალბათ გავიაზრეთ მშვიდობას და მეორე, რა ფასი აქვს სუვერენიტეტს. და რა ფასი აქვს მონას. როდესაც ჩვენ ველაპარაკებოდით და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ალბათ ველაპარაკებდით, მანამდე იყვნენ, აი როგორც ხო ის კოლონიზატორების პერიოდში თეთრი დამპყრობელი რო ღმერთი იყო რა, ის მულტფილმი რო არის ელდორადო. მართლა თეთრები რო ჩადიან აზტეკების იმპერიაში სადღაც რო აი ეს არის ღმერთი რა ჩვეულები. ხო, დაახლოებით ეგრე უყურებდით ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენელს, ნებისმიერს, ყველაზე დაბალ იმას რა ქვია, ტექნოკრატს და ჩვენ დავიწყეთ საუბარი აი ამ ომის შემდეგ ტიპებთან პირდაპირ რო აი ესე არ იქნება და ზუსტად ეხა დავრწმუნდით რა ფასი აქვს მშვიდობას, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მადლობა ქართულ ოცნებას, რომელმაც პროსტა რას ანუ ჩვენ რას აუცდით მაგას ვაანალიზებთ, ხო? ამას აი მურიას რო დაცროში ოღონდ ყველაზე მაგარი სანამ გაუშვებთ რა, ის არის რომ ერთი ხო ობიექტად გამოიყენეს უკრაინა და პლუს ამას თან ფულს თხოვენ ამაში გადაიხადა ეს ცეცხადი იყო და პლუს თან შეურო ანუ ეს ძაღლივით გააგდეს ტრამპის კონდა ეს გეგმა და შველა უნდა უკრაინის ჩემპიონატ, მაგრამ ეხა უარესმა ჩათლახებმა დაითრიეს ჯიგრებმა ესე და ეხა იძახიან რომ მილიარდები უნდა მიცოთ, რა თქმა უნდა და კიდე ერთი კომენტარი რა ის რომ ამბობს ზელენსკი რომ ამ მინერალებზე ხელის მოწერით თუ მე 10 თაობა უკრაინელები გადაიხდიან ამ ვალსო და აღარ არის თაობები. არა, ერთი წუთით რა, ამ ომს და ამ ზელენსკის ქმედებებს რამდენი თაობა უკრაინელი გადაიხდის და ისიც უნდა გავიხსენოთ ჩვენი ელჩი და ჩვენ საერთოდ რაზე გვსაყვედურობდნენ რომ არ გაუგზავნეთ მოხალისეები, ჩარტერები არ დაუნიშნეთ, არ გაუგზავნეთ. აბა რა, არ გაუგზავნეთ იარაღი, ჩაფხუტები, ტანკები და ასე შემდეგ და მე ეს რადიკალური ოპოზიცია რომელიც ამბობს რომ ჩვენ ომი არასოდეს არ მოგვითხოვია ზურა ჯაფარიძე ნუ ეს კაცო მთელი კომპილაცია ამისი რამდენი ადამიანი და მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთხმად ამას ამბობს მე ისე დავასრულო მაგრამ ზურა ჯაფარიძე ამბობს ძალიან ჩვენი მისია არის ეხა თუ რუსების რაღაც ნაწილს ჯარის რაღაც ნაწილს მოვაცდენთო ანუ ერთი 100,000 კაცი აქეთ გადმოვა ჩვენთან განხილვის თემა აი მოღალატეობა აგენტობა სხვა რა განხილვის თემა არის ლიდერდებილების რეაქცია ამ მოვლენებზე იმიტომ რომ ბურბონები ვით არიან რა თქმა უნდა შორს არიან ბურბონები სამეფო გვარი იყო მაგრამ ვერც ვერაფერი ვერ ისწავლეს ვერც ვერაფერი დაივიწყეს და არიან იმ პარადიგმაში, ბაიდენის პარადიგმაში ჩარჩენილები და გადავიდნენ ტრამპის პირდაპირ ლანძღვაზე. ანუ ადამიანი, რომელიც ცვლის დღის წესრიგს პლანეტარული მასშტაბით, ადამიანს, რომელსაც გამოუჩნდა მოკავშირეები სხვადასხვა ევროპის თუნდაც ქვეყნებში, რას ამბობს იტალიის პრემიერი, რას ამბობს, ფიცო და ორბანი რას ამბობენ, ეგ საკეთებაა. და იმას ებრძვიან. მოდი ახლა ჩვენ გავუშვათ, ვიცინოთ რა, ტაბლიაშვილი გავუშვათ. ასეთ თემა იყო და ახლა გავუშვათ სოფლის გიჟი თუ შეიძლება, გავუშვით ტაბლიაშვილის პირველი. დავაკვირდეთ დინამიკას და უკვე შემდგომ თქვათ ერთ კვირაში
როცა კვანძი ბოლომდე მაინც არ იქნება გახსნილი პრეზიდენტი ზელენსკის ისტორიული კადრია ეს. მაგრამ მეტი კი გვეცოდინება უკვე შემდგომ შევგვთავაზოთ პერსონალურად ჩემი აზრი, პოზიცია, დამოკიდებულებაც მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ ასე ვიტყოდი, თუმცა დამოკიდებულება ისედაც ცხადია, ხო? და გასამხელია ამ თავითვე უკრაინა უნდა გადარჩეს, ზელენსკის უკრაინა უნდა გადარჩეს, უკრაინელთა უკრაინა, უკრაინელ პატრიოტთა უკრაინა უნდა გადარჩეს და სირთულეების მიუხედავად გადარჩება კიდეც, ანუ კიევის თავზე. მადლობა. ეს თავი გადასარჩევი. ეს ნაბიჯვარი. არქი რო ეხურებათ და ხელები და ფეხები აქ. მე პოსტშიც დავწერე დღეს Facebook-ზე. ზოგიერთი ქართველი მიდის და ომობს იქ. ეს ჩემი პირადი საქმეა, როგორ უყურებ ამ საკითხს. შეიძლება არ მომწონს, შეიძლება მომწონს, მაგრამ ადამიანები კვდებიან, ხო? და ეს აქედან თუ ერთი ადგილი აქ ადგეს დივანიდან და წავიდეს და იომოს იქ რა. რაღაცა ალეკო იმისავით. ალეკოსავით, თუნდაც ალეკოსავით. არა, ალეკო ეხა საიმიჯორ გოლი გააკეთა. არა, როგორ არის? მოვიდა რა, როგორც ზელენსკის უკრაინა უნდა გადარჩეს. ჯერ საიდან მოვიდა, გეხვეწები ამიხსენი. აი ეს სიგიჟე საიდან მოვიდა, რომ უკრაინა თუნდაც დასავლეთის ხარდაჭერით რუსეთს დაამარცხებდა. რატომ ეგონათ ასე? მერთო ბირთვული შეერაღების მქონე უძველესი საომარი ტრადიციების იმპერია, რომელშიც იმპერიული სული ისევ ტრიალებს. მთელი ნატოს ჯარები. ნატოს ჯარები იქ არ ჩაერთვებოდნენ, მაგრამ ცოცხალი ძალით მობილიზაციული რესურსი გაცილებით ნაკლები აქვს. სტრატეგიული სიზმრე გაცილებით ნაკლები აქვს. რატო ეგონათ? რატო? ეგ იყო მედია პროპაგანდის თავარი ხაზი. გლობუსი არა, აქვს მაგ. არა, უყურე პირველი დღეებიდან ჩვენ რას ვისმენთ, ჩვენ ვისმენთ აბსოლუტურ ისტორიებს, ბიბიები როგორ აგდებდნენ რუსეთის დრონებს, როგორ ერთი ნორმალური არ აქვს და მათ შორის ჩდებოდა რუსეთის артиლერია შუა გზაზე. ტანკები რო ჟანგიანი ტანკები ხავთ კი რო ვეღარ ახმარდნენ დამატებით როგორც ადამიანურ, ისე ჯავშან ტექნიკით და იმას რა ქვია ბრძოლის ველზე მყოფ რუსის არმიას დანამატებს. ამას ვისმენთ ჩვენ 2 წლის განმავლობაში. ჩვენ როგორც აი უყურე ჩვენ მაგალითად კაი მაგალითია რომ 2 წელი როგორც ვისმენთ რომ მირზა სააკაშვილი კვდებოდა, ისე ვისმენთ რომ რუსეთის მილიტარისტული ძალა ილეოდა. როგორც მოვიგეთ 2008 წლის ომი დაახლოებით, ხო? აი ეს სიგიჟე. ხო, ანუ ეს იყო. ანუ ეს ხო არ იყო მარტო ქართული მედია, ოპოზიციური მედიის თავარი პროპაგანდა, ის იყო დასავლური მედიის პროპაგანდა, რომელიც გამოძახილიც იყო და როგორც ჩვენ განსაკუთრებულ გოიმებს ჩვევიათ ზემოხსენებული არქიდან და იმის თანამეინახე არქივიდან, ის იყო უფრო მეტად გამძაფრებული. ხონუ ეხლა რა ვიცი, რა ქვია BBC-ზე არ წერდნენ კომპოტმა ჩამოაგდო რუსული დრონიო, მაგრამ მაგას აკეთებდნენ თავარი არქივი. ხო და რატო სიგიჟე არის? უბრალოდ არ შეიძლება გათვალო იმაზე, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს. ანუ უყურე ყველასათვის ცხადი იყო, რომ ესე დასრულდებოდა ყველა ნორმალური ადამიანისთვის. ჩვენ თუ გახსოვს ომის დაწყებიდანვე ამას ვამბობდით და ამ დებილებმა შემრაცხეს მე, შენ, ყველანი მოღალატება. მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ ეს ასე დასრულდებოდა. რატომ დასრულდა, იცი? თვითონ უკრაინაშიც უკრაინა ზელენსკი მააწყო ავტორიტარულად. ტრამპი უძახის მას ავტოკრატს და დიქტატორს. რუსულ ენას დევნიდა ეკლესიას რა უკრა? პიჩორა ლავრიდან გამოყარა საუკუნეების წინ 1000 წლეულების წინანდელი ეკლესიის მსახურები. იქ არ ქონდა სრული თანხმობა. აღმოსავლეთით ცალკე იყო, დასავლეთით ცალკე უკრაინის. ეხლა რომ დასდევენ უკრაინელ მოხალისეებს ჭყალებში, მანქანებით რო ტენიან, მეს არ გაუხსენა ეგა? და როგორ უკითხა მან ზელენსკი შენო არიცი უკრაინაო და მაგიტო ლაპარაკი. ხო, უყურე მე მან კიდე ერთი სანიშნულოვანი ეპიზოდი იყო, როცა ტრამპი ანუ ესეონებოდა ან ტრამპი ეუბნებოდა რომ უკრაინის ძალიან დიდი ნაწილი არისო განადგურებული. მაგაში რომ შეეწინააღმდეგა ბიჭო. არა, ძალიან კარგად გვაქვს ქალაქებშიო საქმე. ორ კვირაში მთელი 2 წელი მოიცა მაგაზე მიდიოდა ამბავი რომ სადაც რუსეთში შევიდა, რომელ ქალაქში შევიდა, ყველა გაასწორა მიწასთან. პუტინს რო ადარა. ჩაზე რა ამბები იყო და პუტინს რო შეადარა. პუტინ იმან უთხრა 2 კვირაში და 2 კვირაში მე რო არ მომეცა იარაღიო. მეგო პუტინისგან გამიგია ოღონდ 3 დღეში. ამან ხუცა უპასუხა რა ჩაილაპარაკა. 3 დღეში არა უფრო მალეო. ანუ სახეზე გვაქვს აი ამ ტიპის ამ გარეწარი ზელენსკის ეხლა გადაქცევა ომის, არ ვიცი, არწივი და ქორი არ არის, ომის რაღაცა ჭიად, რომელსაც ეხლა ატრიალებენ და დროშაზე დაიხატეს აი ამ გარყვნილმა გლობალისტმა ელიტებმა ევროპაში. რა უნდა მისცეს ინგლისმა? ეს მაკრონი დღეს ერთ ამბობს მე, რამდენჯერ აგზავნიდა ჯარს? სად არ აგზავნიდა ოღონდ? ხო? ოდესაში აგზავნიდა,
საზღვართან აგზავნი და გადააგდებს ყველა, აბსოლუტურად ყველა გადააგდებს. აუცილებლად ქართულ კონტექსტს შევხვდით. დაუბრუნდით, ჩვენ ხო. გვაქვს ის კომპილაცია, რადიკალი ოპოზიციონერები როგორ ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიომოთ და მაშინ უნდა დავეხმაროთ უკრაინას და ასე შემდეგ. გავუშვათ. გვაქვს თუ არა ვიკითხულობ. შეუძლია ჩამოთვალოთ ვინ შვებოდა მაგას. ხო, კომპილაცია მომზადებთ შემდეგისთვის. აბსოლუტურად ყველა. პოლიტიკოსები და NGO-ები. არა, პოსტებიც რო არის, ხო? რა თქმა უნდა, არა, вообще, ну просто არა, ეს ყველა შესაძლებელია. არის კარგი შეხსენება, თორე ხა ჩვენ გვახსოვს დეტალურად რა როგორ იყო აგერ ზურა ჯაფარიძის, მესეჯ ბოქსი იყო, არა ზურა ჯაფარიძის რადიკალური ოპოზიციის, რომ ჩვენ თუ რუსეთს მოვაცდენთ, რუსეთის რაღაცა ჯარს 10,000-საც კი ციფრიც იყო დასახელებული. მაგრამ მიდიოდა მთავარ არხზე ფორმულაზე ვითომ მილიტარისტების საუბრები რომ ის ცოლის გამქირავებელი სიგივე სარბაზობდა. ხო, როდესაც შენ გიტევენ, უნდა იყვნენ სამჯერ მეტი. ჩვენ თუ სამოქალაქო თავდაცვას გავაძლიერებთ 30,000 კაცი საკმარისი იქნება, რომ რუსეთს არ აქვს იმის საშუალება, რომ 100,000 კაცი გადმოსხას აქეთ. და ამიტომ მოვაცდენთ რუსეთს დავეხმარებით უკრაინას. აი ამ ომში ჩართვა უნდა და ну რადიკალური ოპოზიცია არის ისი ჩართველი არ და მაშინ რა ჩვეულებრივად აგენტები შიდა გაყიდული გომრადორული ელიტა რომელსაც რა თქმა უნდა დაავალეს რომ ესე იგი რუსეთის გარშემო ყველაფერი ცეცხლში გახვეულიყო და რუსეთი რაც შეიძლება მისი ხო როდის გახდა იცი ყველაფერი განსაკუთრებით ჩემთვის ნათელი ეს ისედაც ნათელი იყო როცა გავიგე 2 წლის წინ იყო თუ წელიწადნახევრის წინ NGO ტიპებს უკრაინაში ჰქონდათ ბრონი ანუ ომში არ უშვებდნენ და ამათაც რა თქმა უნდა ჰქონდათ გარანტია რომ არეულობის შემთხვევაში ან ამერიკელები წაიყვანდნენ ან მაშინდელი ამერიკელები ან რაღაცა გადარჩებოდნენ რა თქმა უნდა და აი უსინდისო მე მგონი ხა რადიკალურად სხვა თემაზე გადავიდეთ და ჯანაძე კაცო იმისი რა ქვია სახალხო დამცველის აპარატის ტიპი რო ცალფეხზე რო ვიდრე თუ ევროპა მე უნდა გქონდა ხა ეგრო არიომებდა და ვაფშე კავშირში არ იქნებოდა საომარ მოქმედებებთან რა თქმა უნდა და ისევ იომებდა ის ხალხი ის სპეცრაზმელი ის პოლიციელი პირველ რიგში და ის ადამიანები ვინც პირველ რიგში აი ხო მიხვდი რა და ეხა შემდეგი ვიდეოს გაშვება არ მინდა იმიტომ რომ მე ყოველთვის ვიზახი რომ თემა არაპედაგოგიურია მაგრამ არის გარკვეული მოსაზრებები რის გამოც ეს ვიდეო შეიძლება გაუშვათ ჩვენს ეთერში რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებულ ტორნადო გაბონიას ინციდენტს ეხება ეს ინციდენტი გაუშვათ თუ ჯერის რო მაშინ ერთი წუთით მაცადეთ მე მგონი ივან ნიავად უნდა გადაიკეთოს უკვე ბატონო ვირად ეხლა აჰა ზადვართ ну ეს რო შეგახსენოთ ვინ არის აი ეს არის აი ვინ ვერ გაგვასწრებთ აქედან დაგინგრევთ ხო გათიშე მეტი აღარ ხო მორჩა ეყოფა არა ხო ეყოფა არა მეტი აღარ უნდა აი ეს ადამიანი გახსოვთ ალბათ ჩვენ გვემუქრებოდა სულ ხო და ნუ აი ოლეოლას ერთ-ერთი ხო ოლეოლა სიმღერა არის რომელიც რაღაცა კონცეფტის როდესაც ჩვენ 1,200,000 ადამიანს აგინებ, აი ჩვენ მაგალითად რომლებსაც ნაცები ძალიან გვეზღება. როდესაც რა ქსელსვალდებულებია. კრეფსითად ნაცის ამ მომრჩეველზე ყველაზე ესე არ გვითხოვს რა და როდესაც ქართული ოცნების სამომრჩეველს თან მით უმეტეს ესეთ დროს აი ხარეებსაც ვნახულობთ რომ მართლა მშვიდობა არის ჩვენ ქვეყანაში სადაც რეგიონში გარშემო ყველგან კონფლიქტებია რა და ეხა ტრამპმა კიდე დაანონსა რომ რაღაცას ისეც ვიტყვიო და მე მგონი ზელენსკიზე იტყვის რაღაც ხო ამ ვითარებაში სადაც კონსერვატიული ბირთვია განსაკუთრებით ქვეყანაში დედის გინება აბსოლუტურად კულტურულად კი ბატონო ზნეობრივად არცობრივად მიუღებელია ესეთი რაღაცები მოხდეს ჩვენ ამას იმიტომ უშვებთ რომ ეს არ მოგწონს და არ უნდა მოხდეს ესეთი რაღაცები მაგრამ ხდება სამწუხაროდ რას მინდა იმას არა რას მინდა რას მინდა იმას ერთი წუთი რას მინდა შენი რას მინდა რას მინდა რატო არა რას მინდა გეკითხები რას მინდა ოლეოლა ოლეოლა სიმღერე და ვის დასმე რა ოლეოლა რა ოლეოლა რა ოლეოლა რა ოლეოლა თქო რა ოლეოლა რა ოლეოლა შევეცი შენ თქვენი დედა აი ეს ამის მე დედის გინება და არა აქ მნიშვნელოვანი რა ხო მაგრამ დედის გინების დაშვება არ გვინდა მაგრამ ნუ მე ერთი წამ მაცა და აქ მნიშვნელოვანი ძალიან მაგარი რა არის რა რომ ვინც იყო აქ რა ის თვითონ ამბობს რომ ესე იგი მარტო ვიყავი მე და ჩემი ძმაკაციო არ იყვნენ მარტო არა მე და ჩემი ძმაკაციო ვინც ურტყავს თქო ვინც ურტყავს კი მე და ჩემი ძმაკაცი და ისინი იყვნენ 6-ნიო არც ერთს ხო
ეს ატვეტი არ მიუწია და პირიქით კაცი რომელიც მანამდე იმუქრებოდა რომ დაგლეწავთო და ყველა სათითაოდ ონლაინში ესე აგინებდა ყველას ონლაინში ოღონდ აი საშინელი სიტყვებით ხო აი ესე მიიღო და შეირგო და გაიძურწა და 6 კაცი იყვნენ და რამოდენიმე გოგო და ბოლოს ის გოგო დარჩა ამათთან აქეთ ამ ხარეს და ვინც გალაყა და ისინი ვინ ყოფილანო რა ეს დეგენერატებიო ხო ნუ არა მართლა გეუბნები რა მიატოვეს სემა არაპედაგოგია დააგმოთ ანუ ესეთი ხალხი არის აი ესენი იგინებენ განსაკუთრებით ბიჭო დაგმე რა მიდი არ დაუგმო არა დაგეთქი არა ანუ აქ უკვე საკითხი როგორ ეს არ არის რასაკვირველია ახალისება ეს არ არის არა დააგმო ხო რა თქმა უნდა უბრალოდ აქ სხვა რაღაცაზეა საკითხი არის მიზეზ შედეგობრიობაზე არსებობდა მიზეზი რაც არის ის რომ როდესაც შენ ეს სტატისტიკურად დათვლილი რაც არის რაც წინა არჩევნებმა ბოლო არჩევნებმა საპარლამენტო არჩევნებმა 1.200.000-ზე მეტ ადამიანს პირდაპირ დედას აგინებ ეს არის მიზეზი რომელსაც აუცილებლად ქართველ მოსახლეობაში ექნება შედეგი იმიტომ რომ ჩვენი კულტურა და სოციუმი განსაკუთრებით სენსიტივარი არის იმ შეურაცხყოფაზე რომელიც არის დედის მისამართით გაჟღერებული და თუ ადამიანს აქვს მოდი დავარქვათ ამას გამბედაობა რო არ მოვიხმაროთ რამე სხვა უცენზურო სიტყვა თუ ადამიანს აქვს იმის გამბედაობა რომ 1.200.000 ადამიანს დედა შეაგინოს კონცერტზე და ეს აქციოს მისთვის რაღაც როგორც ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი ეს არის პასუხი მე არ ვამბობ რომ ეს არის კარგი რომ ეს არის დაშ დასაკვირველი წასახალისებელი და ასე შემდეგ მაგრამ ეს არის იმ მიზეზის შედეგი რომელი მიზეზიც ამ ადამიანებმა შექმნეს და ეს არის 1.200.000 ეს არის უბრალოდ არასაშიშები არიან ბიჭო რა მებრძოლი ხაო ესენი ვინ ყოფილაო რა მეგობრებო მე მგონი დროა აი ბრძოლა ძმა აი ჭუბი ამ ადამიანებმა წარტული ჭუბი ნანაკე ამ ცემა რა მე ყოველთვის ვამბობდი რომ თქვენც მეთანხმებოდით და როცა ეს ამბობდი და მოყმე აი არ დათმო რა როცა ეს ამბობდი ერთმა მხარეს როცა ეს ამბობდი ამას და მე ვამბობდი ცემა არის მორევა ხის დედაც როგორ ტირისო ძმა თორნადო ვიყო ბიჭო თორნადო ყოფილად საშინელი პატარა არის მაგრამ საშინელი ძალის პატარა ესე იგი ვერაფრი დუხზე ტორნადოსთან პირადი მაის გამოცდილება მაინც არ გქონდეს ლიფტიდან რომ გამოვიდა რომ გაიძურწა ახლა კაი მე ხოიც ვინსაა და რაცა მეგობრებო მინდა აი ახალგაზრდებს მიმართო რა ცემა არის მორევაზე ის რომ ჩვენ გიტარებთ რაღაცეებს რომ ვიღაცები მართლაც რა შეიძლება ზედმეტად მაგრამ მაინც ცდილობენ რომ არ შემოვიდნენ კონფლიქტში რომელშიც მართლები არიან არსებობს კიდე ქუჩა არსებობს კიდე ადამიანები რომელსაც ეს ვალდებულება თმენის არ აქვს და როცა დედას აგინებ და აგრესიით იმას რეფლექსი აი ტრამპი მაგალითად ხო ტრამპს არ შეეძლო არ ეპასუხა შეეძლო რა თქმა უნდა დიპლომატიურად მაგრამ ტრამპს აქვს რეფლექსი რომ არის ბოსი გამარჯვებული ნიანგი რომელიც ჭამს და მაგარი ტიპი და საკუთარ სახში ესე რომ შარკი ხო და ეხლა დარწმუნებული რომ ბოლომდე მიიყვა ზელენსკის აღარ დაელაპარაკება მაგაში ვარ დარწმუნებული რა ხო და ასევე ეხლა რა შედარებაა მაგრამ რომ მიდიხართ ვიღაცებთან და თქვენში უჩიჩხინებთ ესე რომ ცეცხლი ოლიგარქიას დედას აგინებთ რაღაცა ვიღაცამ შეიძლება არასწორად ხელი მოიქნიოს და არასწორად კი არა სწორად მაგრამ არა თუდად მოხვდეთ და აგვინა ეს შვილებო არ არის ეგ სწორი ერთი მელონის სიტყვა მაქვს უბრალოდ მის დემონსტრირება მინდოდა მელონის აი ამ გამოსვლით რომ ევროპა რომელსაც ესე ენდობა ზელენსკი და ევროპა რომელსაც ასე უყვარს ევროპა რა თქმა უნდა არ არის ერთგვაროვანი აი უბრალოდ მელონს მოუწევთ იტალიის პრემიერ-მინისტრს When Bill Clinton and Tony Blair created the global leftist liberal network in the 90s, they were called statesmen. Today, when Trump, Meloni, Milei, or maybe Modi talk, they are called a threat to democracy. ანუ როდესაც დემოკრატი ლიდერებიო და ახსნა კლინტონი სიტყვით გამოდიოდნენ, ეს იყო რაღაც მოწოდებები და როცა ჩვენ ვლაპარაკობთო, როცა ჩვენ ვსაუბრობთო, ეს არის დემოკრატიის საფრთხე. მელონი, რომელიც არის იტალიის პრემიერი, ეხლა გაუძლიერდა პოზიციები, რომ მოწონს ტრამპს და აქებს, არის ერთ-ერთი ევროსკეპტიკოსი, მე პირდაპირ გეტყვი. ეხლა მანამდე ვერ ამბობდა ესე ღიად, მაგრამ ეხლა მოკავშირე რო ყავს იქ და გვახსოვს ტრამპის გამონათქვამი ევროკავშირზე რა თქვა, რომ ჩვენს დასაგოიმებლად არის შექმნილი, ხო? ზელენსკის ძალიან გაუჭირდება, პრაქტიკულად ზელენსკის ყავს
ბალტიისპირეთის ქვეყნები ეს ცუგრიები, რომლებიც ახლა უყეფენ ჩვენს ლაშა ტალახაძე რო დაასანქცირეს. ჩვენს ბიჭებს უყეფენ. აი რა დააკლეს ლაშა ტალახაძე? სირცხვილია რა. უბრალოდ სირცხვილია. აბსოლუტური სამარცხვინო ქვეყნებია ეს არა. სირცხვილი რა უბრალოდ რა. პატარა შალკები რა ყეფენ უაზროდ. მიწკეპლავენ მაგათ. ესა და კიდე ინგლისი, რომელიც არ არის სანდო პარტნიორი, მაგრამ ამერიკას ყოველთვის მიუწუწყდება ინგლისი, რომელსაც არც არ მიაყავს და პრობლემები აქვს და ნუ საფრანგეთსაც ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება და გერმანიაში კიდე მალე იქნება არჩევნები აგერ გარწმუნებულა. და იტალიის პრემიერ-მინისტრის ახლა გამონათქვამ კინახეთ რომელ ბანაკს მუდი თქვა, ტრამპი თქვა და ვიღაცა თავისი მილია და თავისი. ხო, კი ბატონო. ხო, ნუ აი ესეთი ვითარებაა მეგობრებო. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ სიმშვიდისკენ ადამიანებს რომლებიც უკვე წააგეთ გლობალური ლიბერალიზმის დამარცხების და ჩაჩოჩების ფონზე ეს უნდა გაიგოთ, დამშვიდდით, დაწნარდით და ისიამოვნეთ სიტუაციით. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად თან ხვალ. ნახვამდის კარგად ზამთრს. ხვალამდე. ნახვამდის.